მოგესალმებით. მე ლელა კოტორაშვილი ვარ, ქართულის მასწავლებელი. როდესაც ბავშვებს საკითხავ ლიტერატურას ვურჩევ, ვცდილობ სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა შევთავაზო მათ. ამგვარად ისინი მიეჩვევიან მრავალფეროვან ტექსტთან ურთიერთობას. სწორედ ამიტომ ჩემი ვიდეო ჩანაწერების მეტესმეტე წიგნად შევარჩიე იუვალ ნოა ჰარარის შეუჩერებლები, ანუ როგორ დაიპყრეს ადამიანებმა მსოფლიო. ეს წიგნი სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა, თარგმნელი არის ნიკა სამუშია. იუვალ ნოა ჰარარი ისრაელელი ისტორიკოსი და ფილოსოფოსია. სულაკაურის გამომცემლობას მისი რამდენიმე წიგნი აქვს გამოცემული, ძალიან პოპულარული არის ეს წიგნები ფილოსოფიისა და კაცობრიობის განვითარების ეტაპებს ეხება და თანამედროვე პრობლემებსაც მისი წიგნები. ხოლო რაც შეეხება ამ წიგნს, პირველ რიგში წიგნის სტრუქტურა მოგხიბლავთ. ეს არის ძალიან საინტერესო ილუსტრაციებით აკინძული წიგნი. და როგორც თავად ავტორი გვაცნობს აღწერაში, ილუსტრატორთან ერთად რიკარდ ზაპლანა რუისი არის ილუსტრატორი, ძალიან ბევრი იფიქრა თითოეულ ნახატზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო და საერთოდ ძალიან საინტერესო გუნდი მუშაობდა ამ წიგნზე ავტორთან ერთად. ეს წიგნი არის კაცობრიობის განვითარების ეტაპების შესახებ, კერძოდ როგორ განვითარდა ადამიანი, როგორ ისწავლა სამყაროსთან ურთიერთობა, საერთოდ როგორ აღმოჩნდა ამ სხვადასხვა კონტინენტზე, როგორ მოძრაობდა, როგორ ურთიერთობდნენ ერთმანეთთან და ეს ყოველივე ცხადია, ყველაფერი არ არის ცნობილი, დღემდე ბევრი რამ არის ცნობილი და ვარაუდებს გამოთქვამს ხშირად ავტორი. თუმცა ეს ყოველივე აქვს ძალიან საინტერესო ენით მოთხრობილი. მას აქვს ნაპოვნი ისეთი ხერხი, რომლითაც 21 საუკუნის მოზარდს დაინტერესებს მაგალითად მილიონი წლის წინანდელი ამბების ამოსაკითხად. და ეს რაც შეეხება, რაც ვახსენე, ეს ხერხი არის თხრობის ფორმა. მაგალითად, თანამედროვე ბავშვის ცხოვრებიდან მოძიებული აქვს ისეთი პატარ-პატარა დეტალები, რომლებსაც უკავშირებს ამ უძველეს ამბებს. მაგალითად, რა შუაში უნდა იყოს, მაგალითად, პიროყოფილი ადამიანი და მაკდონალდსის კორპორაცია. ან ეს პირველი სელფი, გამოქვაბულში აღმოჩენილი მარცხენა ხელი, სანაბეჭდები მიაჩნია პირველ სელფად. ასევე სულ მოყავს პარალელები და ეს თანამედროვე ცხოვრებიდან და მსჯელობს. ძალიან საინტერესო არის ეს ფორმა, რომელიცაც ავტორი გვთავაზობს. კაცობრიობის ძალიან ბევრ რამეს შეითხოვს ბავშვი, მაგალითად ადამიანის ჰომო საპიენსი რომ არის გონიერ ადამიანს რომ გულისხმობს, რომ ადრე თურმე არსებობდა კიდევ დენისელი ადამიანები, ციმბირში დენისის მღვიმეში აღმოჩენილი ჩონჩხის დნმ-ის მიხედვით დაადგინეს თანამედროვე მეცნიერებმა მათი არსებობის შესახებ, ასევე ნეანდერტალელები, რომლებიც ევროპაში სახლობდნენ, ფლორესელი ჯუჯები და ეს ადამიანთა განსხვავებული სახეობა, როგორც იუვალ ნოა ჰარარი ამბობს, გარკვეული დროის შემდეგ ჰომო საპიენსმა დაამარცხა და ის გაბატონდა დედამიწაზე. ასევე ამოიკითხავთ, როგორ წავიდნენ აფრიკიდან, როგორ გადავიდნენ მაგალითად ავსტრალიაში, სადაც დახვდათ უზარმაზარი ცხოველები და მათ ჯერ კიდევ უკვე ცოცხლი აღმოჩენილი ჰქონდათ ადამიანებს, ჰომო საპიენსებს და უფრო ძლიერად გრძნობდნენ თავს. ხოლო ეს უზარმაზარი ცხოველები, რომლებითაც ავსე იყო ავსტრალია,
ნელ-ნელა გადაშენდნენ, რადგან მათ ჯერ შიში არ იცოდნენ და რა იყო და მათი მონადირება უადვილდებოდათ. მაგალითად, დიპროტოდონის შესახებ პირველად შევიტყვე ამ წიგნიდან, რომ არსებობდა ასეთი ცხოველი და კიდევ ბევრი, ან ნუ ჰარარი წერს, წარმოიდგინეთ თქვენს ეზოში ერთ დღესაც, რომ შემოვიდეს ყველაზე დიდი ფრინველი, სპილოს ხელა, რომელიც ადრე არსებობდა ავსტრალიაში, ეპიორნისი მაგალითად, რა შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ, ან როგორი ემოციები გექნებოდათ. ერთი სიტყვით, ეს არის კაცობრიობის განვითარების ეტაპების შესახებ ეს წიგნი, ძალიან საინტერესო თხრობილი. ამავე დროს ნელ-ნელა თხრობა იქითკენ მიჰყავს ჰარარს, რომ ადამიანებმა დაიპყრეს მსოფლიო და ეკოლოგიურ საფრთხეებამდეც კი მიიყვანეს და თითოეულ ბავშვს აკისრებს აი პასუხისმგებლობას აფიქრებს ამაზე, რომ იქნებ შენ ხარ ის, ვინც გამოიგონებს ისეთ რამეს, რომ უკეთესობისკენ შეცვლის სამყაროს და აქვე მოჰყავს ისევ 1968 წელს ტელევიზიაში უნახავს 11 წლის კერეთ გორმლს სიუჟეტი ვეშაპების შესახებ და სადაც ბადით იჭერდნენ ამ ვეშაპებს და დედა ვეშაპმა შეძლო გარღვევა, ხოლო შვილი ვეშაპი დარჩა ამ ბადეში და დედა მისდევდა ამ გემს, რომლითაც ეს ვეშაპი დაიჭირეს. ამის შესახებ კენეთ გორმლმა დაწერა სტატია, გაზეთში გამოაქვეყნა, რამაც საფუძველი დაუდო ძალიან მნიშვნელოვან მოძრაობას, კერძოდ ძალიან ბევრმა სახელმწიფომ რეგულაციები დააწესა ვეშაპჭერის საწინააღმდეგოდ. და ამ მაგალითის საფუძველზე იუვალ ნოახ ჰარარი თანამედროვე მოზარდებს აფიქრებს, თუ რამხელა ძალა აქვთ მათ და სიტყვას, ქმედებას და ცოდნას და იმას, რომ სწორედ მათზე არის დამოკიდებული, როგორი იქნება მომავალში მსოფლიო. არა მარტო ბავშვები, მასწავლებლები, მოზარდები, ზრდასრულები ძალიან ისიამოვნებთ ამ წიგნით და მე მინდა წაგიკითხოთ შესაბამი ძღვნა, რომელიც შემიყვარდა. ყველა არსებას გარდაცვლილებს, ცოცხლებსა და მათ, ვინც ჯერ არ დაბადებულა, მსოფლიო ასეთად ჩვენმა წინაპრებმა აქციეს, როგორი იქნება იგი მომავალში, ჩვენი გადასაწყვეტია. ასევე ძალიან მიყვარს სამადლობელო წერილები და ბოლოში იუვალ ნოახ ჰარარი მადლობას უძღვნის ყველა ადამიანს, იმ ადამიანს, რომლებმაც ამ წიგნზე იმუშავეს და არის ძალიან მკაფიო მაგალითი ეს სამადლობელო წერილი, როგორ არ უნდა დაუკარგო ადამიანს თუნდაც პატარა სიკეთე, რომელსაც საქმეში შენთან ერთად როცა მოქმედებს და რაღაცას აკეთებს შენთვის. ეს არის მადლიერების საოცარი გამოხატვის ფორმა და ერთი პატარა ამონარიდინეც აკითხოთ. სიუზენ სტარკმა მასწავლა, როგორ შემეხედა სამყაროსთვის ყმაწვილების თვალით და როგორ მეწერა იმაზე მარტივად, მკაფიოდ და შინაარსიანად, ვიდრე მეგონა რომ შემეძლო. და ასევე ბებიამის ახსენებს, ბებია ჩემი ფანი 100 წელს გარდაიცვალა სწორედ მაშინ, როცა ამ წიგნზე მუშაობას ვამთავრებდით. ყოველთვის მისი მადლიერი ვიქნები უზომო სიკეთისა და სიხარულისთვის. ამ სამადლობელო წერილებზე დაფიქრება ბავშვების მნიშვნელოვანი მგონია და საინტერესო იქნება მათთვის. ხო, რაც ყველაზე მთავარია, მავიწყდებოდა ამის თქმა, იუვალ ნოახ ჰარარი ბავშვებს მიმართავს და ეუბნება, რომ ამ სამყაროში არსებობს მაგალითად ფუტკრებისა და ჭიანჭველების მოწესრიგებული წესებით ახსავს მაგალითად ერთობა, მაგრამ ადამიანები მათგან იმით განსხვავდებიან, რომ შეუძლიათ ამბის თხრობა, ამ ამბების დაჯერება და თანამშრომლობა და შემდგომ
ცვლილებები, ამ დაჯერებული ამბების მაგალითად შეცვლა. და ეს ამბის თხრობა არის სწორედ სუპერძალა, რომელმაც სამყაროს კაცობრიობა განავითარა და დღევანდელობამდე მოგვიყვანა. რაც შეეხება ბალიშს, ის ასე გამოიყურება და წარწერაც ასეთი არის, მართალია ვეშაპი, შენზე დიდია, მაგრამ შენ ამბების თხრობისა და სხვა ადამიანებთან თანამშრომლობის სუპერძალა გაქვს. მომავალ წიგნამდე გემშვიდობებით.